კანის ბარიერის დაზიანება. რა შემთხვევაში შეიძლება ჩვენ თავს დაუსვათ დიაგნოზი ამ პრობლემასთან დაკავშირებით. მაშინ, როცა თქვენ ადრე სახეზე არ აღეღინიშნებოდათ მაგალითად ძლიერი აქერცვლა, ეს არის უჩვეულო თქვენი კანისთვის მდგომარეობა, იწყება ნელ-ნელა, ძირითადად აქერცვა იწყება აი ამ ზონებში, შეიძლება აი აქაც იყოს მომატებული, ასევე კანი ალაგ-ალაგ წითლდება და პატარა ესეთი წითელი უბნები ჩნდება სახეზე, მაგ შემთხვევაში დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ გაქვთ კანის ბარიერის დაზიანება. რას ვაკეთებთ მაგ შემთხვევაში? მაგ შემთხვევაში მოვლა უნდა მაქსიმალურად გავამარტივოთ, უნდა ავიღოთ მხოლოდ და მხოლოდ რბილი დასაბანის საშუალებები, ეს არის დასაბანის საშუალებები, რომელსაც აწერია არა მშრალი კანისთვის, არამედ მგრძნობიარე კანისთვის. და საცხებად გამოვიყენოთ საშუალებები, სადაც იქნება ან ჰიალურონი, ან კერამიდები. არანაირი აქტივები, არანაირი აგრესია, მჟავეები, რეტინოლები, ეს ყველაფერი უნდა იყოს ამოღებული ხმარებიდან ამ მდგომარეობის პერიოდზე. როცა ეს პერიოდი გადაივლის, თქვენ შეამჩნევთ თქვენ კანს, რომ ის დამშვიდდა, დაწყნარდა და საფარი არის უკვე ერთფეროვანი, მაგ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენ ყოველდღიურ რუტინას. აბა ჩამოკარგება როგორც ყოველთვის საუკეთესო არჩევანი თქვენზეა.